ამზადებს თუ არა ქართული ოცნება მოქალაქეებს ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვისთვის. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით ქართული ოცნების წევრებმა აქტიურად დაიწყეს საუბარი. ოცნების პროპაგანდისტულ ტელეკომპანია იმედის ეთერში გუშინ ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ვიზა ლიბერალიზაცია მოქალაქეებმა მოწყალებად არ უნდა აღიქვან. პაპუაშვილის თქმით, უვიზო მიმოსვლა გულისხმობს ქართველი ტურისტის წასვლას გერმანიაში, საფრანგეთში, იქ ფულის დახარჯვას და მათ ეკონომიკაში ფულის შეტანას. აქტიური მანანა არის უვიზო მიმოსვლა, ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა? ეს ის ხომ არ არის რაღაცა ზემოდან ქედმაღლული ყურება პერიფერიისთვის, რომ ჩვენზე მოდის რაღაცა ესე ვთქვათ გარკვეული მათი გადმოსახედიდან ასე ვთქვათ მადლი, რომ აი გაძლევთ შესაძლებლობას შემოხვიდეთ. ბოდიში მომითხოვია ყველასთან, მაგრამ ეს უვიზო მიმოსვლა გულისხმობს ქართველი ტურისტის წასვლას გერმანიაში, საფრანგეთში, იქ ფულის დახარჯვას და იქ ეკონომიკაში ფულის შეტანას. დღეს რომ ევროკავშირის ეკონომიკური ზრდა საშუალოდ არის 1% და საქართველოში 10%. ეს იმიტომ არის, რომ ჩვენ ვფიქრობთ ეკონომიკურად სწორად და სხვებს რომ 1%-იანი აქვს და უნდათ რომ ზრდა გქონდეთ, თუ ვიზები ჩაკეტეს, არავინ არ შეუშვეს ტურისტი და ფული არ ხარჯა იმ ქვეყანაში, ესეც არ ექნება. პაპუაშვილის ამ განცხადებას მალევე მოყვა ოცნების სატელიტი პარტიის ხალხის ძალის თავმჯდომარე სოზარ სუბარის პოსტი სოციალურ ქსელში. ნამდვილად არ მაქვს ისეთი ცუდი წარმოდგენა ქართველ ხალხზე, რომ მისთვის ვიზა ლიბერალიზაცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე იმ ანტიეროვნულ და ანტიქრისტიანულ პოლიტიკაზე უარის თქმა, რომლის თავსმოხვევასაც Deep State ცდილობს. დაწერა სოზარ სუბარმა. დღესვე იმავე შინაარსის განცხადება გააკეთა ქართული ოცნების დეპუტატმა ნინო წილოსანმა და გია ვოლსკიმ. ვიზო მიმოსვლა ნამდვილად არის კომფორტი. ეს კომფორტი ქართულმა ოცნებამ შეუქმნა ჩვენს ხალხს, როდესაც ჩვენივე შესრულებული ვალდებულებების ფონზე ევროკავშირმა მოგვცა უვიზო მიმოსვლა და ჩვენ ეს დავიმსახურეთ, არავის ეს ტყუილა არ მოუწია. თუმცა კომფორტი, როდესაც წინააღმდეგობაში და დაპირისპირებაში მოვა პატრიოტიზმთან, მეჭვით არ მეპარება, რომ ქართული ხალხი აირჩევს პატრიოტიზმს, იმიტომ რომ ისტორიულადაც ქართული ხალხი ყოველთვის რჩებოდა და მომავალშიც დარჩება ამ ქვეყნის ერთგულ პატრიოტად. ევროპა საერთოდ გადახაზავს უკვე ყველა პრინციპს გადაულის ფეხით და საქართველოს არ ეხება, მხოლოდ 61 ქვეყანაა, თუ მეტი 70-მდე ქვეყანა, ვისაც უვიზო მიმოსვლა აქვს ევროპასთან. ევროპა შეშინებულია მიგრაციის გარკვეული ზრდით, სერიოზული ტალღა მიგრაციისა მიაწვა ევროპას, ეს მათ შორის მესამე ქვეყნებიდანაც ხდება, სადაც თავისუფალია ჩასვლა იმ ქვეყნებისა, სადაც ევროპაში პირდაპირ შესვლის უფლება არ აქვთ. ასე რომ ევროპას გარკვეული მიზნები გააჩნია, ამ მიზნებს დაუკავშირებს თავარ ბიზნესს, რომ თავისი გავლენა გაზარდოს. არ არის ეს გამორიცხული, რასაკვირველია, რომ ამას განიხილავს, მაგრამ ეს იქნება პირველი, რომ გადაუსვავს ყველაფერს ხას, რასაც საერთოდ ზოგადად ევროპული ქვია, რასაც სამართლიანობა ქვია და ასე შემდეგ. ჯერ კიდევ 2019 წელს ბიძინა ივანიშვილი ხალხს ევროპულ ქვეყნებში ღირსეულ დასაქმებას პირდებოდა, რადგან მისი თქმით საქართველოში შესაბამისი რაოდენობის სამუშაო ადგილების შექმნას 10 წლეულები დასჭირდებოდა. ივანიშვილი მაშინ პირობას დებდა, რომ ათასობით საქართველოს მოქალაქე ევროპაში დასაქმდებოდა და ამაში სახელმწიფო დაეხმარებოდა. ჩვენ შეგვიძლია და უკვე აქტიურად მუშაობთ რამდენიმე თვეა ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებთან, როგორც სახელმწიფომ და ვაფორმებთ კონტრაქტებს და მივდივართ ამაზე, რომ შევავსოთ ის დეფიციტი, რაც ევროპელებს აქვთ. ევროპელებს აქვთ სამუშაო ადგილები, აკლიათ სამუშაო ძალა. ჩვენ არ აგვაქვს სამუშაო ადგილები, ეს არის ჩვენი ძირითადი პრობლემა. სხვაობა ეკონომიკური. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორისაც არის ეკონომიკური სხვაობა, ეკონომიკური განვითარების. შესაბამისად, სადაც მაღალი ხელფასია, იქ გადაედინება მუშახელი, არ აქვს სამუშაო ადგილი და იქ ნახულობს და ესე შემდგომ. მაგრამ ცივილიზებულად ხდება ეს. ისინი არ არიან ღირსება შელახულები, თქვა. 2 მილიონ სამუშაო ადგილს ვერც 10 წელიწადში და ვერც 20 წელიწადში საქართველოში ვერანაირი ეკონომიკა ვერ შექმნის. ამიტომ სპეკულაციებს თავი უნდა დავანებოთ, მაგრამ ხალხს ღირსება დაუბრუნოთ. მე დაახლოებით ესე წარმომიდგენია რეგიონალური შეხვედრები რომ მქონდა, ერთ-ერთი ძირითადი თემა განათლების რეფორმას ვაცნობდი და ცირკულაციას ეძახიან კიდევ ამას, ლეგალურ დასაქმებას ხმარობდნენ სიტყვებს. ჩვენ თუ ამას მოვახერხებთ შედარებით ღარიბ ქვეყნებში, ღარიბი ეკონომიკა მაქვს ხედულობაში, დაბალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში გახიზნουν ჩვენი თანამოქალაქეები, შეიძლება შემოbrunდნენ, ლეგალურად პასპორტები განაახლონ და უფრო მაღალი აღანაზღაურებად ქვეყნებში წავიდნენ დასაქმდნენ. 2-3 წელიწადში მე ვფიქრობ, ახლა გარანტიებს ვერ ვიძლევი ამაზე და მაგრამ აბსოლუტურად რეალურია 2-3 წელიწადში ჩვენ ძირითადად მივიღოთ ბალანსი.
იმ შემთხვევაში თუ ვიზო მიმოსვლის რეჟიმი გაუქმდება, მოქალაქეები არა მხოლოდ ევროპულ ქვეყნებში ღირსეულ დასაქმებას ვერ შეძლებენ, არამედ მკვეთრად გართულდება ბიზნეს კავშირები, განათლების მიღება და მოკლევადიანი სამუშაო ვიზიტები. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ქართული ოცნება ცდილობს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლის დაკარგვას წინასწარ შეაგუოს. მათი თქმით, თუ ვიზო რეჟიმს საფრთხე დაემუქრება, ეს სრულად ივანიშვილის ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება. ეს სამარცხვინო განცხადებები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ოცნება აგრძელებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ნების საწინააღმდეგო მოქმედებას. ევროპასთან უვიზო მიმოსვლა, ეს არის ქართველი ხალხის მრავალწლიანი შრომისა და ბრძოლის შედეგად მოპოვებული სიკეთე, მოპოვებული პრივილეგია, რომელსაც თუ რამე საფრთხე დაემუქრება, ეს პირველ რიგში იქნება სწორედ ოცნების მოძალადე რეჟიმის პასუხისმგებლობა. ჩვენი პოლიტიკური ძალა აქამდე ყველაფერს აკეთებდა და ახლა კიდევ უფრო მეტად იმუშავებს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან იმისთვის, რომ ქართულ ხალხს შეუნარჩუნდეს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი და ამ მონაპოვარს საფრთხე არ დაემუქროს. ივანიშვილის ბანდის გამიზნული ქმედებების გამო ხდება ჩვენი სრული მოწყვეტა დასავლური სამყაროდან. თავისთავად ცხადი იყო, რომ როდესაც შეამყარებ დიქტატურა შეუძლებელია ახმული იყო ევროპული ტიპის სახელმწიფოდ, იმიტომ რომ გასაგებია, რომ ნებისმიერ ეტაპზე რა სიკეთებითაც სარგებლობდით, მათ შორის ესე იყო უვიზო მიმოსვლა თუ ნებისმიერი სხვა სიკეთე სარგებლობდით, იმიტომ რომ ლისაბონიდან თბილისამდე იყო ახმული ევროპა. ხოლო როდესაც ახლა დიქტატურა მყარდება ქვეყანაში და ყველა სამოქალაქო პოლიტიკური უფლება აქვს წართმეული საზოგადოებას და მხოლოდ ერთი კლანი არის ძალაუფლებაში, ეს ნიშნავს იმას, რომ რა თქმა უნდა შენ ვეღარ იქნები ახმული ევროპული ტიპის სახელმწიფოდ და ვეღარ ისარგებლებ იმ სიკეთეებით, რომელიც ევროპული ინტეგრაციის სხვადასხვა ეტაპზე მიიღო ქართულმა ხალხმა საკუთარი ბრძოლის შედეგად. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი აპირებს წლის ბოლომდე უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი გაამკაცროს, რაც ბრიუსელს ბევრად გაუმარტივებს იმ 61 ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო მოგზაურობის შეწყვეტას, რომლებიც ამჟამად ამ პრივილეგიით სარგებლობენ. მათ შორისაა ყველა კანდიდატი ქვეყანა საქართველოს ჩათვლით. როგორც რადიო თავისუფლების ჟურნალისტი რიკარდი ოზვიაკი თავის სტატიაში წერს, ცვლილებები 4 ძირითადი მიმართულებით იგეგმება, მათ შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი საფუძველი პოლიტიკურ ურთიერთობებს უკავშირდება. კანონპროექტი განმარტავს, რომ მექანიზმი შეიძლება ამოქმედდეს იმ შემთხვევაში, თუ ფიქსირდება მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებების დარღვევა ან ბოროტად გამოყენება, ან საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევა, მათ შორის ადამიანის უფლებათა კანონმდებლობისა და საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებების უგულებელყოფა. უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას კვალიფიციური უმრავლესობით წევრი სახელმწიფოები იღებენ. როგორც ევროკავშირის ოფიციალური პირები ამბობენ, ეს არის ბირთვული ვარიანტი, რომელსაც მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როცა ყველა სხვა ბერკეტი ამოწურულია, რადგან როგორც წესი ევროკავშირი ერიდება მთელი ქვეყნის მოსახლეობის დასჯას მისი ხელისუფლების ქმედებების გამო. როგორც იოზვიაკი წერს, სწორედ ამიტომ აირჩია ევროკავშირმა 2024 წლის დასაწყისში მხოლოდ ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება დემოკრატიული უკუსვლის პასუხად.